ტრამპი ამბობს, რომ ომი ფაქტობრივად მოიგო. And we've won. Let me say we've won. Financial Times-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკამ ირანთან ბრძოლის დროს ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა. მეტიც, New York Times-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკას მხოლოდ ერთ კვირაში $11.3 მილიარდ მეტი დაუჭდა ირანში ომი. ირანული ლიდერშიპის დახოცვამ და ინტენსიურმა შეტევამ ირანული რეჟიმი ვერ დაამხო. ირანელებმა პოზიციაც კი არ შეიცვალეს. ირანი ამტკიცებს, რომ მინიმუმ 6 თვე შეუძლია იბრძოლოს სრულმასშტაბიან ომში და ის გადაწყვეტს, როდის დასრულდება კონფლიქტი. تمام عیار 6 ماهه پر شدت با همین ریتم فعلی ირანი მოლაპარაკებაზე წამოსვლას არც კი განიხილავს, მანამ სანამ ამერიკა ისრაელი უტევენ და არ აძლევენ გარანტიას, რომ ისევ არ დაარტყამენ შუა მოლაპარაკებების დროს. ირანი იყენებს 10 წლეულების წინ შემუშავებულ დეცენტრალიზირებულ სტრატეგიას. ანუ მისი შეტევები არა ამერიკის მსგავსად ერთ წერტილზე კონცენტრირებული და სრულმასშტაბიანია, არამედ წერტილოვანი და სხვადასხვა ობიექტზე გაფანტული. ირანმა შეუტია ყატარის, ქუვეითის, ემირატების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, იორდანიის, ომანის ნავთობგადამამუშავებლებს, ავიაბაზებს, აეროპორტებს და ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ამერიკული წესით უსაფრთხოების ხოლკის ქვეშ მყოფი სპარსეთის ყურის ქვეყნები ნავთობს ვეღარ ყიდიან და შეიძლება მალე საკვების და წყლის მიწოდებას გართულდეს. ჰორმუზის სრუტეში ენერგოპროდუქცია ვეღარ გადის. სოფლიო ბაზრიდან გაქრა ნავთობის 20%. ამის გამო სოფლიო ბაზაზე 1 ბარელი ნავთობის ფასმა $100 გადააჭარბა. ესეც მხოლოდ ამერიკისა და საერთაშორისო ენერგიის აგენტოს მიერ სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელის ნავთობის ბაზარზე გამოტანის ხარჯზე ხერხდება. რეზერვების ამოწურვის შემდეგ ფასი შეიძლება $150-მდე ავიდეს. ირანის უცვლელი რიტორიკის ფონზე ტრამპის რიტორიკა გამუდმებით იცვლება. ჯერ თქვა, რომ ომი თითქმის დასრულებულია და ირანს სამხედრო თვალსაზრისით თითქმის არაფერი დარჩაო. I think so. Very soon. მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ ინდოეთს დართონება 30 დღით ეყიდა რუსული ნავთობი და შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბრიდან 2-3 დღეში რუსულ ენერგოპროდუქციაზე სანქციები მოხსნა. ბუნებრივია მომატებული ფასები არც ამერიკას აწყობს. მას შემდეგ რაც ისრაელმა ირანში საწვავის 30 საცავზე მიიტანა იერიში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკა არ მოელოდა ამ მასშტაბის შეტევას და უკმაყოფილო იყო. ირანის წერტილოვან დარტყმას მოყვა ირანის წარმომადგენლის განცხადება. ამერიკელი სამხედროების ყოფნა ქვეყანაში არა უსაფრთხოების გარანტი, არამედ მათ შორის განხეთქილების გაჩენის მიზეზი არისო. რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია ამ ომით. ბოლო-ბოლო დასავლეთმა სანქციების მოხსნაზე დაიწყო საუბარი. ევროსაბჭოს პრეზიდენტმაც თქვა, რომ ამ ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია. There is only one winner in this war. Russia. პუტინი სარგებლობს კრიზისით, რომელიც ამ ომმა შექმნა და ევროპას თითს უქნევს. ევროპა ისედაც აპირებს 2027 წლისთვის ჩვენი გაზის ყიდვა